მოგესალმებით მეგობრებო. დაგიბრუნდით ისევ დათოსთან ერთად. მოგესალმებით ყველას. იმედია წინა FIFA-ს ვიდეო ნახეთ FC Mobile-ის, ასე ვთქვათ 26-ის. თუ არ გინახიათ, გადადით. ეს ვიდეოს მიალაიქეთ, თუ მოგეწონებათ. მოკლედ, დღეს გვაქვს 13 მაკი და პლუს აი ამის 500 კოინი, რომელსაც ბოლოს გავხსნით. ხო. ეხლა ჯერ დავიწყოთ, მოდი რამე ისეთი ბოში. მოდი დავიწყოთ აი ამ ყაკით. მე ეხლა ყველას მინდა რომ დავუყოთ თელი ქალაქი. აი საერთოდ რატო იმსახურებდა უსმან დემბელე ამ კარტას, წესთავად იმსახურებდეს. დიახ. იმიტომ რომ აი მარკუს რაშფორდის ხო, იმსახურებდა. მაგრამ ნუ ეს კარტი ისე რა ვიდა. ნუ მარკუს რაშფორდი ანუ ისეთ კარგ ფორმაში არ იყო და ისეთი მაგარი მატჩი ვერ შემოგთავაზა, მაგრამ გოლი გაიტანა და კარგად ითამაშა. და ქართველი იყო აქ თუ არ ვწდები, არა, აქ საბაწო გიხრი. არავინ არ არის ქართველი. კაი, მოდით დავხსნათ ეს პაკი და ვნახოთ თუ ვის დავაგდებთ და შემდეგ გადავიდეთ უფრო მაგარ კარტებზე და კარდებზე და ოფენინგებზე. ის მე მგონი მარკუს რაშფორდია, ხო თქვი? მარკუს რაშფორდი. მარკუსი მაგარია, მეგობრებო, მაგრამ კოლექციის კაია. უკეთესი ყავს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ვიცი ძალიან კარგი რაშფორდია კოლექციისთვის. დიახ, კოლექციისათვის და ყველაფრისთვის. თითქოს 5-ის პირი 90 ბალქარინგი აქვს ბუსტზე. და როგორც მოკლედ გიოს ძალიან უნდა რონალდინიო იმიტომ რომ ჩემი საყვარელი ფეხბურთელი. ხო, ადრე ყავდა რობერტო კარლოსი, მაგრამ ის ეკაუნტი წაეშალა გარკვეული მიზეზების გამო და ახლა ვცდილობთ რომ რომელიმე ბრაზილიელი ლეგენდა ნეიმარის გარდა რა თქმა უნდა ვინმე ყავდეს. ხო, ასევე არის დამატებული როგორც იცით ანდრეს ინიესტა და ფერნანდო ტორეში. მოდი გავხსნათ ანდრესის ეს უკარგესი პაკი. ხო, გავხსნათ. და ინიესტა ბიჭო! ინიესტა პირველივე გახსნაზე ბიჭო! უბასოდა დავაგდეთ! ინიესტა! ღმერთო! აიმე, არ ვიცი. ძალიან მაგარი ვიდეო. ეხლა თუ იქნება და დავაგდეთ რონალდინიოს, ისაც იქნება სასწაული. მოდი 10x გახსნათ? გავხსნათ 10x. ციხა დაიახეთ ესე რომ მოდი მეგობრებო. ეგრე ქედით, ვინც დამილაიქებს ვიდეოს, იმას არ გამოუვა, მაგრამ ვინც დამილაიქებს და ეგრე გააკეთებს, იმას აუცილებლად გამოვა. ხო ხედავთ, ანდრეს ინიესტა დავაგდეთ, ძალიან კარგად დაიწყო. ყველაფერი ეხლა ამას კაცის მივსვით და გეხოცები. ხო. ვინმე? რონალდინიო. თუ იხაცა ლეგენდა მოდის. ჯერ არ გითხო? ბასიკი? ერთი წუთი? იქნება შემოვიდანდის. ვიდერი? გთხო, რონალდინიო. არა, ტოტი დავაგდეთ მეგობრებო. საკეთესო გახსნა. რა ტოტი ღმერთო. ესეთი ვიდეო ჩემ აღსი არ ყოფილა. და ეხა იბრაჰიმოვიჩიც მივაყოლოთ ზემოთ. შეშიზ რა. თან ჯერ ისე გახსნათ მაქვს და მე 10 კაციანი. არ ვიცი. თან რა ფას დაკრება მის გავხსნე და დავაგდებ ფრანკ ლამპარდი. დიახ, ეხა თულ ფასაზე დაგვიგდო პეპე და ამის მერე იბრაჰიმოვიჩი. ეს ხება სასწაული, მაგრამ ეხლა ჩემს არავის არ დააგდებს, მაგრამ არ უშავრა. იმასო წვანე კაცი ნორმალურია. ჰაგი ნორმალური ხარდი. მოკლედ უკვე შევდა თავი. ტოტი და ინიესტა. ნახევარ დასვა ტოპ. მორჩა. და ეხლა ვიდა შეტევს. იბრა. ყველა გამიხარდება სიმართლე თქვა, სულ ყველა, მაგრამ იბრა განსაკუთრებით, იმიტომ რომ იბრაჰიმოვიჩი სადღაც
4 წელია თუ 3 წელია არ ყოფილა, ანუ იყო ის ქარდი, მაგრამ აი როგორც ჩვენ არ ყოლია, სადღაც 4 წელია, ხო? 4-3 წელია, აი რაც 2023-ში რო წავიდა, რა ქვია, საერთოდ რო კარიერა რო დაასრულა. ხო. რო არ გამოსულა, ეხლა რო გამოვიდა. მოკლედ იბრაგიმოვიჩი და აზარდი მყავს ფავორიტებში. ხო. და მაგრამ კიდე თუ პეპეც ხო, პეპეც. და გვარდიოლაცა. დიახ. და არ ვიცი, ამ სამიდან ან თლიანად ვინმეს თუ დავაგდებ ლეგენდას ძალიან გამიხარდება. წავიდა. ხო. რამდენი ვიდეო? და ვიღაცა ლეგენდა. კიდე ნახევარწველი? თუ არა, ეს წავა? ეს წავა? აზარდი. ბიჭო. ესეთი ვიდეო. გამერტო. ეს ვიდეო. ადისათიათას ლაიქზე რო ინტერესებს. მოკლედ მეგობრებო, არ ვიცი. გავწურეთ. ფეხბურთელების სვედა. ეს დღე არის ჩემს ხვებაში ყველაზე საუკეთესო დღე ფუტბოლისტის. შეხედეთ, ესეთი არა. ეს აზარდი, რომელიც არის ყველაზე კარგი. რა კარდი. ტოტი, ნახე რა კარდი და ანდრეს ინიესტა. ყველა პაკიდან რომელიც გავხსენით, დავაგდეთ ლეგენდა. საოცრება. ესეთი ვიდეო არ ვიცი მეგობრებო. ამან ხსედა საერთოდ აი ხა კოქსონას გავაჯავრეთ ეგრე გამოდის რა. ხო, ძალიან მაგარი ვიდეო გამოდა. ჩვენ კოქსონასავით არ ქონდა 300-600 კოინი, 1800 კოინი. ანუ 500 კოინად გავხსენით, აზარდი დავაგდეთ. პირველ გახსნაში ინიესტას უფასოზე, აი ყველაზე მეტად ძმაო ინიესტას არ გველოდი, იმიტომ რომ ერთი შანსი მქონდა, ხო? ვიდრე ტოტიც დავაგდე, აი ესეთი ხო, მეც, აი ეს პაკიროა, მეგობრებო, აი ეს ლეგენდების პაკირო, ესეთები ხო იყო ხოლმე რა და არასდროს არავინ დამიგდია რა. წინაზე დამიგდო, წინა ესეცე ჩემმა მეგობრებმა დონადონი. და მეტი არავინ დამიგდია რა, არასდროს მე ეხლა თუ სხვა პაკოუპენინგიც იქნება, უეჭველი რომ მალდინიას დამიგდებს. აი ღმერთს ვთხოვ რომ ეგრე იყოს. დიახ, თუ ეხლა ეს ამებს ავაგროვებთ, მე ვირცებით მე და თუ ერთმანეთს გადავეყაროთ, ერთად ვიყოთ და კიდევ ერთად გავხსნათ ეს პაკები, ხოლო მე ვეცდები რომ ეხლა კიდე რაღაც კოინები ავაგროვო და აი ამაზე შევბერო კიდე, იმიტომ რომ ბევრი ლეგენდაა და ყველა გირშევთ 500 კოინად გახსენით, იმიტომ რომ ერთი მეც გავხსენი და ლამპარდი დააგდო. ამიტომ მეგობრებო, ნახვამდის და შემდეგ ვიდეოზე დაალაიქეთ ეს ვიდეო. დაალაიქეთ.